Assalamu alaikum wa rahmatullahi wa barakatuh. მოგესალმებით სუფრასო მორწმუნეებო. მოგესალმებით სოციალურ განვითარებასთან ერთად ახალგაზრდები მუსლიმები ვცდილობთ რომ რელიგია შევისწავლოთ სოციალური ქსელებიდან. რადგან ძალიან არასწორია, რადგან სოციალურ ქსელებში არის ყველანაირი აყიდის, ყველანაირი წამსის მქონე ადამიანები, რომლებიც რომ ძალიან მარტივად გამოდიან კამერის წინ, ჭიდებიან წიგნს წინ დაიდებენ და საუბრობენ ისე, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ. რადგან ძალიან არასწორია. ერთ-ერთი ასეთი საკითხი დღეს ვნახე ვიდეო, სადაც რომ ერთ-ერთი ადამიანი სოციალური ქსელის ფენომენი გამოდის და საუბრობს რაზე, წინ დადებული და ასეთ რაღაცას ამბობს, რომ აბდესის აღების დროს ფეხის დაბანაზე უკეთესი არის ტყავის ნასკებზე მესის, ანუ ხელის ზემოდან გადასრომა. რაც რომ კატეგორიულად მიუღებელია და არასწორი, ეს შედარებაც კი არასწორია, რადგან აქ მთავარი აბდესში მთავარი არის რა, ფეხების დაბანა. ეს ყველა მიცის და ყველასთვის ცნობილი რამეა, რომ ამაზე უკეთესი რამე ვერ იქნება. ამ თავარი არის ფეხების დაბანა და ამის შესახებ ალლაჰ თაალა ყურანი კერიმში გვეუბნება, რომ ია აიუჰალლაზინა ამანუ იზა ყუმტუმ ილა სალატი ფაღსილუ ვუჯუჰაკუმ ვა აიდიაკუმ ლილ მერაფიყი ვამსაჰუ ბირუუსიკუმ ვა არჯულაკუმ ლილ კააბეინ. ანუ როდესაც რომ ნამაზზე დაგებით, სახე დაიბანეთ, მკლავებამდე ხელები დაიბანეთ, თავზე მესი გაიკეთეთ, ხელი გადაისვით და ასევე ფეხები დაიბანეთ. კოჭების ჩაფრთხილ გვეუბნება ალლაჰ თაალა ყურანი კერიმში. ამიტომ თავარი აბდესის აღების დროს თავარი არის ფეხების დაბანა. თუმცა შუამოვარდნა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი გარკვეულ დროს ტყავის ნასკებზე ზემოდან აკეთებდა მესს, ანუ ზემოდან ხელს ისვამდა და ასე იღებდა აბდესს. და მაგალითად მოყავს ერთ-ერთი ჰადისი, სადაც შუამოვარდნა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის სეფერში, ანუ მოგზაურობაში იყო და საჰაბა მიდის ელოდება რომ ეს ნასკები გაიხადოს და ამ ნასკების გასწრაში გაეხმაროს. თუმცა შუამოვარდნა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ეუბნება რომ მე სუფთა ფეხებზე ჩავიცვიეს და ზემოდან უბრალოდ ხელს ისვამს და ეს მოყავს მაგალითად იმისთვის რომ ესე იგი აბდესის აღების დროს თუნდაც არა ფეხების დაბანა, არამედ ხელის გადასმა უკეთესი ყოფილა, რაც რომ არასწორია. ჩვენ ამ საკითხს რომ უნდა შევხედოთ, არის მომენტები, როდესაც რომ კი, ეს შეიძლება უკეთესი იყოს, მაგალითად როდის თუ ადამიანი არის ავად და არ შეუძლია რომ ყოველ წუთში ფეხები იბანოს, ის აიღებს ამ ტყავის ნასკებს, ჩაიცვამს და გარკვეული დროის განმავლობაში ზემოდან აბდეს ფეხებს არ დაიბანს და ზემოდან მესს გააკეთებს, ხელს გადაისვამს. ასევე მაგალითად ზამთარი ასიცივეა, მოხუცებული ადამიანი არ შეუძლია ცივი წყლით აბდეს აღება, ისიც მსგავსად მოიქცევა, თუმცა იმის თქმა რომ თურმე ფეხების დაბანაზე უკეთესი ყოფილა, ეს არა. თავარი რა არის აბდესის აღებაში, თავარი არის ფეხების დაბანა, ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. მეორე საკითხი იყო კიდე ასეთი, რომ ფეხსაცმელს შეგვიძლია თუ არა ნამაზის ლოცვა და ასეთი ფაქტიურად ისე საუბრობენ, რომ თითქოს ფეხსაცმლის ნამაზის ლოცვა უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე ფეხსაცმლის გარეშე, რაც რომ არასწორია. რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია თუ თავისი ფეხსაცმელი იქნება სუფთა, იქნება მაგალითად გარეთ და არ შეიძლება მას ფეხს მოხდა ადგილი, სადაც რომ ლოცულობს, ის ადგილი იქნება სუფთა, მაგ შემთხვევაში ადამიანს შეუძლია რომ ფეხსაცმელი ილოცოს, თუმცა ფეხსაცმელი არის სიბინძურის მატარებელი რაღაცა. ამიტომ ძალიან რთულია იმისი გაწმენდა და გასუფთავება. ამიტომ ყველაზე უკეთესი რა არის დააგოს სუფთა ნაჭერი, გაიხადოს ფეხსა და ილოცოს ნამაზი. თუმცა თუ ნამაზად გაწმენდა ეს ფეხსაცმელი, რა თქმა უნდა ადამიანს შეუძლია ეს ამ ფეხსაცმლით ნამაზი ილოცოს. აქ რაზეა საკითხი, როდესაც ჩვენ გამოვდივართ და ვამბობთ რომ ერთი რაღაცაზე უკეთესია ხალხს, შემდეგ ეს არასწორად ესმის. მაგალითად, ახლა შეიძლება ვიღაცამ გაიგოს ეს რომ თითქოს რომ თქვა ტყავის ნასკებზე მესის გაკეთება, ანუ ხელის გადასმა უფრო უკეთესია, სახში ჯანმრთელმა ადამიანმა ადგეს და სრულად არაფრის გამო ჩაიცვას მესი, რომ ესე იგი ასე უფრო უკეთესი ყოფილა და ასე აიღოს აბდესი. თუმცა ეს არასწორია. თუ ვართ ჯანმრთელი, თუ ვართ სახში, არ ვართ მოგზაურობაში და არანაირად ხელი არ გვეშლება იმაში, რომ ფეხები დავიბაროთ, საუკეთესო არის ფეხების დაბანა. ამიტომ არავინ შეცდომაში არ შეგვიყვანოს და ვისაუბროთ რომ აბდესი როგორც არის თავისი სუნეთებით, თავისი ფარზებით, ამასაც შევასრულოთ. ალლაჰ თაალამ სწორ გზაზე დაგვაყენოს, სწორი ადამიანებისთვის მოგვასმენინოს და სამოთხეში შესვენასილი გადავიხადოს ინშაალლაჰ. ალჰამდულილაჰ ვასალატუ ვასალამუ ალა რასულილაჰ.